თან ხვალ აი ასეთი დიდი ბრძოლა მოსაუბრებელი. ახლა კი სხვა ბრძოლაზე, რომელიც ჩვენს ქუჩებში მიმდინარეობს და წელიწადში უფრო მეტი ადამიანი ეწირება ვიდრე გასულ აგვისტოს. ახლა ყველა მათ შორის პოსტსკრიპტუმ მშვებულებისათვის და მოგზაურობისათვის ემზადება. ამიტომაც ლაშა კვესელაძის გაფრთხილება ზედმეტი არ უნდა იყოს. ნუ იქცევით პოტენციურ მკვლელად და სხვერპლად, დაიცავით მოძრაობის წესები და გაიკეთეთ უსაფრთხოების ღვედი. საჯარიმო ანუ სპეცავტოსადგომი ნომერი 23. აქ დაჯარიმებული და ნაავარიები ტრანსპორტი მოაქვთ. თუ მანქანებს ყურადღებით დაათვალიერებთ, უბედური შემთხვევების მიზეზებს ადვილად დაინახავთ. საჯარიმოზე სასწრაფო დახმარების მანქანა დგას, რომელიც როგორც ჩანს, ფეხით მოსიარულეს დაეჯახა. მძღოლი ხართ, ალბათ აუცილებლად გაწუხებთ, რომ ფეხით მოსიარულეები ზევიდან გადადიან იქ, სადაც მიწის ქვეშა გადასასვლელია, თანაც იმ დროს, როდესაც თქვენი გზაა. როგორ გგონიათ, რა შეიძლება მოხდეს ახლა? ამ ქალბატონმა ბავშვთან ერთად ტროტუარამდე დაუზიანებლად მიაღწია, მაგრამ მსგავს სიტუაციაში 9 წლის ალექსი ჩუმლაყიანმა დედა დაკარგა. თავად კი უკვე მე-10 თვეა აპარატის დახმარებით სუნთქავს. და იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ალექსი შეძლებს სუნთქას თვითონ. ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელზე წესებს ქვეითების გარდა მძღოლებიც არ ღვევენ. ზოგიერთი ავტომანქანა გადასასვლელს მთლიანად ან ნაწილობრივ კეტავს. იმისთვის, რომ ფეხით მოსიარულე გადასასვლელზე უსაფრთხოდ გადავიდეს, შუქნიშნის წითელი ფერის ანთებისთანავე ავტომანქანების ძეგლხასთან უნდა შეჩერდნენ. ეს იმიტომ, რომ ფეხით მოსიარულემ თუ მას წითელი შუქნიშანი გადასასვლელზე მოუსწრებს, ტროტუარამდე მიღწევა მანქანების დაძვრამდე მოასწროს. თამარაშვილის ქუჩის კუთხეში, სადაც მანქანები მარჯვნივ, ყაზბეგის გამზირზე უხვევენ, არასწორად დარეგულირებული შუქნიშნის გამო მოძრაობა ერთდროულად ქვეითთათვისაც ნებადართულია და მარჯვნივ მოძრავი ტრანსპორტისთვისაც. ტექნიკური ხარვეზია, რომელიც ალბათ გამოსწორება საჭიროებს და გამოსწორდება კიდევ. ეს შემთხვევები პატრულის ვიდეო კონტროლის კამერებმა თბილისის ქუჩებში 2 წლის განმავლობაში დააფიქსირა. ამობურცული ეტყობა შუშას. როგორც ჩანს, ღვედი არ კეთებია. ღვედის გაკეთება ქალაქში არც არის სავალდებულო. 4 წლის წინ პარლამენტმა საგზაო უსაფრთხოების კანონში ცვლილებები შეიტანა და ღვედი სავალდებულო მხოლოდ ავტომაგისტრალებზე მოძრავი მანქანების წინ სხდომი მგზავრებისთვის გახდა. ჩვენ 15 წუთის განმავლობაში ვაკვირდებოდით მცხეთის ავტომაგისტრალზე მოძრავ მანქანებს. რამდენიმე შემთხვევაში გავარჩიეთ, რომ მგზავრებს ღვედი არ ეკეთებთ. ქალაქში მოძრაობისას ბავშვი მძღოლის გვერდით ან მგზავრის კალთაში ასევე აკრძალულია. ჟურნალისტიკის კავკასიური სკოლის სტუდენტება ამ ქალბატონს ჰკითხეს. თქვენ არ გიფიქრეთ იმაზე, რომ შეიძლება თქვათ რაიმე დაუშავდეს ბავშვს? თავს მიარტყავს. შემდეგ მას აჩვენებენ ამ კადრებს. რა ხდება, როდესაც მგზავრს კალთაში ბავშვი უზის? ღვედი არ უკეთია და მანქანა საათში მხოლოდ 39 კილომეტრით მოძრაობს. როგორ ფიქრობთ, საჭიროა თუ არა ქალაქში მგზავრობის დროსაც შეიკრათ უსაფრთხოების ღვედი? იმის მიუხედავად, რომ ამას კანონი არ გავალდებულებს. ქალაქში რა საჭიროა იქ ღვედი? ქალაქში არ მოძრაობს, ღვედები გაიგებს. დასის რაფის მოძრაობს? ქალაქში სუდი მოძრაობს 60 კილომეტრით. თუ არაფერი მაგალებს. მე ვამწრევ საქარემინას იმავე სისწრაფით, რა სისწრაფითაც მოძრაობდა ავტომობილი, შეჯახებამდე და წინ ვარდები მანამ სანამ რაიმეს არ დავეჯახები. მაგალითად, ასფალტს. კანონმა უნდა დაგავალდებულოთ, რომ გაიგეთოთ. არა. თუ შეგნება ალბათ, თვითონ უნდა მივიდე მანქანაზე, რომ უნდა ეგრედები გავიგე. საქართველოს საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიაში წერია, რომ შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მომავალში ქალაქშიც სავალდებულო გახდეს. თუმცა სტრატეგიის თანახმად ამ საკითხს მანამდე შესწავლა სჭირდება. ამის საჭიროების შესწავლისთვის რა გაკეთდა? ეხლა ზუსტად მაგას ეხლა კეთდება, ეხლა მუშაობს სამოქმედო გეგმა, რომელიც ექნებაში იქნება. ამ სამოქმედო გეგმაში იქნება გაწერილი. რომ შესაძლოა იმ კვლევის შედეგებმა მოხდეს ისეთი სურათი, რომ აუცილებელი გახდეს, რომ 60-ზე ღვედის გამოყენება სავალდებულო იყოს.
გამსახურდიას გამზირზე ჩვენ ერთი მანქანა შევნიშნეთ, რომლის მგზავრებსაც უსაფრთხოების ხვედები ეკეთათ. მანქანას დიპლომატიური ნომრები ჰქონდა. საჯარიმოზე მდგომი ბევრი ნაავარიები მანქანა იმდენად არის დაზიანებული, რომ ადვილად დაასკვნით. საბედისწერო შემთხვევებში მძღოლები გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდნენ. ამ მანქანებით ერთმანეთს შეეჯახდნენ კურბან გამზა და ზურაბ გელაძე. კურბან გამზა სიმდღეს 50 წელი შეუსრულდა. ორივე მძღოლი დაიღუპა. ეს კიდევ სხვა შემთხვევაა. 9 წლის გიორგი ქაჯაიას აღარ ახსოვს რა მოხდა. ნათესავები ხვებიან, რომ მარტვილის რაიონში მანქანას დიდი სისწრაფით მომავალი ავტომობილი შეეჯახა. გიორგის ჯერ არ ეუბნებიან, რომ დედა, ბებია და ბიძა ცოცხლები აღარ ჰყავს. მისი თანატოლი სამი ნათესავი კი მძიმედ დაშავდა. საჯარიმოზე მოტოციკლეტებიც აწყვია, ზოგი ნაავარიებია. თბილისში ღამით მანქანებიც ხშირად ასეთივე სისწრაფით დადიან. მძღოლები შუქნიშანს არც ღამით ემორჩილებიან და არც დღისით. საპატრულო პოლიციის მონაცემებით საქართველოში ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 1212 ადამიანი გარდაიცვალა. აქედან წელს 6 თვის განმავლობაში 345. იპოდრომზე ჩვენი თხოვნით დაახლოებით ამდენივე ადამიანი მოვიდა. ეს არის სტატისტიკა. ალბათ ამდენი სიცოცხლის გადარჩენა იქნებოდა შესაძლებელი, ადამიანები უფრო ფრთხილად რომ ყოფილიყვნენ. და თქვენ გონიათ ანგჯერათ, რომ ეს თვით შეგნებით გამოსწორდება.